ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში ქართულ მხარეს ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი წარმოადგენდა. მას მინძელი კი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა აღმასრულებელი დეპარტამენტი იყო. 2 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროსკოპთან მოკლე კომენტარი საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა გიორგი ტაბატაძემ გააკეთა. დიალოგის ფარგლებში უნდა სამუშაო შეხვედრა ვისაუბრეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი პოზიციები მოისმინეთ და შემდგომ უკვე იმაოთი უჩვენებს დრო სამუშაო იქნება კიდე შეხვედრა ბატონო გიორგი. ანუ თქვენ პოზიტიურად ხართ განწყობილი. ეს პირველი დიალოგის ფორმატია მას შემდეგ, რაც ოცნების ქმედებების გამო დღის წესრიგში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება დადგა. დღეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ იქნება და სამწუხაროა ის, რომ ჩვენი ოპოზიციური ლიდერები ცდილობენ, რომ ამისგან რაღაცა ესეთი აპოკალიფტური სცენარი შექმნან. ეს კიდევ ერთხელ არის ტექნიკური შეხვედრა. ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ჰქონდა საქართველოს და აქვს დღევანდელ დღეს აბსოლუტურად შემიძლია გითხრათ თამამად, რომ ყველა სრულდება. ერთადერთი, რასაც ამ შემთხვევაში ევროკავშირის ლიდერები არ ეთანხმებიან და რაც უკვე შემდგომ დამატებით საქართველოსთვის შემოიღეს ეს პოლიტიკური ნაწილი, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ითხოვენ ისეთი კანონების გაუქმებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველო ახლა ევროკავშირთან მოლაპარაკებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნდა აწარმოებდეს, თუმცა ოცნების პირობებში ვითარება საპირისპიროა. ოპონენტების თქმით, თუ საქართველო უვიზო რეჟიმს დაკარგავს, ეს სრულად ივანიშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა მიაღწია საკუთარ საწადელს და მილიონობით ქართველი დადგა ძალიან რეალური, ზედმეტად რეალური რისკის წინაშე, რომ სამწუხაროდ დავკარგოთ უვიზოთ მიმოსვლა ევროპული კავშირის მასშტაბით. ეს არის ძიმედ ართლა ქართული ხალხისთვის და ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის პირდაპირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან ერთადერთი მხარე, რომელიც განიხილება და ვისი ქმედებების მიხედვითაც განიხილება შეწყდეს თუ არ შეწყდეს უვიზო მიმოსვლა, ეს არის ქართული ოცნების რეჟიმი. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, მაშინ როდესაც საგარეო პოლიტიკის წარმოება მიმდინარეობს არაკომპეტენტურად, მაშინ როდესაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტას ვესწრებით ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საფრთხის ქვეშ არის საქართველოს ევროპული მომავალი, საფრთხის ქვეშ არის ჩვენი მოსახლეობის უდიდესი მონაპოვარი ვიზა ლიბერალიზაცია. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალიან ბევრს მუშაობდით და მუშაობთ იმისთვის, რომ შეზღუდვა არ გავრცელდეს ვიზა ლიბერალიზაციაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი არ უნდა ისჯებოდეს იმისთვის, რომ ყავს ანტიქართული და ანტიევროპული და ანტიევროპული მთავრობა. ინფორმაცია დახურული შეხვედრის შესახებ თავდაპირველად რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდი ოზვიაკმა 5 ივნის გაავრცელა და მას ქართული ოცნებისთვის ბოლო გაფრთხილება უწოდა. მისივე თქმით, ევროკომისია ვიზა ლიბერალიზაციის ანგარიშს დეკემბერში წარადგენს. გადაწყვეტილება შეჩერებაზე კი წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა 2027 წლის იანვარში მიიღონ. უვიზო რეჟიმის შეჩერებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება. გადაწყვეტილება კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება.